ბიჭები გაანთავისუფლეს სრულიად უსამართლოდ. აი რაღაც მოგონილი სპექტაკლით გაუშვეს სამსახურებიდან. ზოგადად ხდება ანუ 10-ის თავს ვეძახით, რომელიც იყო აქ ხვიჩა გაბუნია რუსლანი ბუცხრიკიძე 7 წელი 10 წელი მუშაობდნენ და თავის საქმეს აი ართმევდნენ თავს 5-იანზე რო იტყვიან. მაგრამ რა მოხდა? ეს ბიჭები საუბრობდნენ უსაფრთხოების დარღვევებზე, საუბრობდნენ პრობლემებზე და ამიტომაც ადგენენ ერთი ხელის მოსმით გაანთავისუფლეს. თორე როცა ეგეთი რამე ხდება, შეგვიძლია რომ ეს ადამიანი თუ კი ვერ ართმევს სამსახურს თავს და არ შეუძლია რომელიც ახლა ზღაპრად მოგვეჩვენება ყველაფერი, მაშინ გადაიყვანე მუშად და აქვეითე. არა, ესენი უბრალოდ გაანთავისუფლეს. უბრალოდ ხალხის მხარდაჭერა, საზოგადოების მხარდაჭერა რო დაფიქსირდა, მიტო თორე 300 კაცამდე იყო უნდა გაანთავისუფლებინათ რა. სავარაუდოდ მეც ვიქნებოდი მაგაც სიაში, მაგრამ მირჩევნია ამოვიღო ხმა, ვილაპარაკოს სიმართლეზე, ადამიანობაზე. უბრალოდ 38 ოჯახი დღეს 38 ოჯახი ტყიბულში ვერანაირ სამსახურს ვერ ნახავს. უნდა წავიდეს დატოვოს ქალაქი. ამ ქალაქში სადაც ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს და 38 დღეს მოაგდა 40 ხვალ ზეგ და აღარ დარჩება ეს ქალაქი. მარტო დარჩენ მერიის თანამშრომლები, რომელსაც ხელფასიც კარგი აქვს და ამის გამო ხდება ეგ ყველაფერი. არ მოწონთ ამათი თავისუფალი აზრი არ მოწონთ რა. აი მეც რო ჩემას ვაფიქსირებ, ეხა აუ ეს ვინ ყოფილა იტყვი. მე ვარ მეშახტეების გვერდით, ჩემი მეგობრების გვერდით, რომელიც ჯურღუმულში მუშაობდნენ და იქიდან ამოქონდათ ლუკმაპური რომ ოჯახები ერჩინათ და საშინელება იმასაც რომ წაართმევ ადამიანს უსამართლოდ. კანა მართლა რომ გამოცდა ყოფილიყო რაღაც და ვერ ჩაებარებინათ, კიდე მესმის. მაგრამ რომც ვერ ჩაებარებინათ გამოცდა, მოდი მაშინ დააქვეითე რომ ადამიანს ართმევ ლუკმაპურს, ყველას სესხი აქვს, აბსოლუტურად ხალხი ნისიით ცოცხლობს ტყიბულში. ხელფასიდან ხელფასამდე. მეც პირადად 50000 ლარი მაგვალი. მაგრამ რა ვქნა, ჩემი მეგობრის გვერდით არ უნდა დავდგე, რომელმაც უნდა დატოვოს ქალაქი, რომ ოჯახი არ ჩინოს და ქვეყანაც რა თქმა უნდა, ხა თუ ვერაფერს ვერ ნახავს, მე ქვეყნიდანაც უნდა წავიდეს. მასია წასული. მთელი ქალაქი წასული. ძალიან უწუხარ და ჩემი ბიჭების გვერდით ვდგავარ.